ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის, რომლებიც ბოლნისის მასშტაბით იმუნიზაციას ემსახურებიან, გაიმართა შეხვედრა თემაზე პრაქტიკული იმუნიზაცია. ესეთი შეხვედრები სისტემატიურად საჭირო არის შეხსენების სახით. განვიხილეთ აგრეთვე ის ჯანდაცვითი პროგრამები, თქვათ მოზრდილთა ვაქცინაციისთვის, რომელიც გათვალისწინებულია მოზრდილთა ვაქცინაციისთვის და საჭიროა ხოლმე მოკლედ ესეთი შეხვედრები, რომ მოხდეს მათთან, ექიმებთან, ექთნებთან შეხსენება, სად უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს, რა ვაქცინები უნდა გაკეთდეს, რა საკობრივ ჯგუფებში. ვიმსჯელოთ მოკლედ ერთად ამის შესახებ და ვფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. შეხვედრაზე შედგა პრეზენტაცია, სადაც სრულად იყო ასახული იმუნიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა დაგვიანებით დაწყებული იმუნიზაციაზე, დაისვა კითხვები და მოხდა სხვადასხვა кейსის განხილვა. დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად მნიშვნელოვანია. გვეხმარება იმაში, რომ მოცვა ვაქცინაციის იყოს უფრო სრულფასოვანი, სრულყოფილი და ზოგადად ჯანდაცვის ცენტრი ძალიან გვეხმარება იმაში, რომ რაც შეიძლება ხარისხიანად შევასრულოთ ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობა იმუნიზაციასთან დაკავშირებით. გვაქვს გარკვეული გართულებები მშობლების მხრიდან, იმიტომ რომ ანტივაქსერული პოლიტიკა საკმაოდ გავრცელებულია, ხშირად არაობიექტური მონაცემები უფრო მისაწვდომია მშობლებისთვის, ვიდრე შედეგები. არ გვაქვს არანაირი პრობლემა სახელმწიფოსგან მომარაგების, შენახვის და ასე ვთქვათ, გამოყენების შესახებ. მოცვა გვაქვს 70-80%, იშვიათ შემთხვევაში გვაქვს 100%. ესეც ძალიან გვიუმჯობესდება ხოლმე, როცა ბავშვები მიდიან ბავშვთა კოლექტივში, ამიტომ იძულებული არიან მშობლები პროფილაქტიკური აცრა აუცილებლად გაუკეთონ. აღსანიშნავია, რომ იმუნიზაცია შესაძლებლობას აძლევს ორგანიზმს უკეთ დაიცვას თავი კონკრეტული ბაქტერიებისა და ვირუსებით გამოწვეული ინფექციებისგან. როდესაც ადამიანი იმუნიზირებულია დაავადების მიმართ, ის არ ავადდება ან ავადდება მსუბუქი ფორმით.